გიორგი სარდალაშვილმა მონტენეგროში ევროპის ჩემპიონატის ფინალში რუსი სპორტსმენი აიუბ ბლიევი დაამარცხა და 21 წლის ასაკში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ევროპის ოქროს მიუმატა. ნინო ლაცაბიძე, რუსთავის მერი და რუსთავის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი მონტენეგროდან დაბრუნებულ ევროპის ჩემპიონს რუსთავის სპორტის მუზეუმში შეხვდნენ. რუსთავის მერიამ რუსთავის სპორტსმენს ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონს ძიუდოში გიორგი სარდალაშვილს ფულადი ჯილდო გადასცა. ჩემს ქალაქში ვარ პირველი ევროპის ჩემპიონი ქალაქ რუსთავიდან და ასევე მსოფლიოს ჩემპიონიც და მთლიანად საქართველოში ყველაზე ახალგაზრდა, ვინც ეს ორი ტიტული მოიგო და ძალიან სასიხარულოა, რადგან ვახარებ ჩემს ქალაქს, ქართველებს და მიფასდება ჩემი შრომა. გიორგი ყველაზე ახალგაზრდა სპორტსმენია, რომელმაც ჯერ მსოფლიო ახლა კი ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა. შევხვდით, მიულოცეთ, თითოეული რუსთაველი ვამაყობთ იმ წარმატებით, რომელიც მას აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ წინ კიდევ ბევრი გამარჯვება ელის. ჩვენის მხრივ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ხელი შეუწყოთ როგორც გიორგის, ისე ნებისმიერ ქართველ სპორტსმენს იმისათვის, რომ ჩვენი ქალაქების და ჩვენი ქვეყნის სახელი გაიტანოს საქართველოს ფარგლებს გარეთ და მოუტანოს საერთაშორისო აღიარება.